ჩვენს ჯგუფში გირჩის ბაბლში გვეუბნებიან რომ ადამიანებს რაღაცნაირად არასწორად ვუხსნით თუ რაღაც მაგისტრატურის პროგრამას ვატარებთ მაშინ როდესაც ისინი საბავშვო ბაღში დადიან და რაღაც უნდა შევცვალოთ ისეთი რაღაცები უნდა ველაპარაკოთ არ ვიცი ორმორო უნდა ამოუხსოთ ადამიანებს და ორმოს ამოვსება ინტერესებს და ჩვენ არ ვიცი იმაზე ეროვნულ ბანკზე და განათლებაზე და ეგეთ რაღაცებზე ველაპარაკებით. მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია რას ნიშნავს ამორჩეული შეხედულების ზოგადად გათვალისწინება. შენ ხო სინამდვილეში ეუბნები ის, რასაც შენ ფიქრობ, რომ სწორია. ეუბნები მათ შორის არგუმენტებს და თუ შენ სინამდვილეში კონტრარგუმენტები მიიღე პოზიციასთან დაკავშირებით, რასაც შენ ფიქრობ და შენთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა, ბუნებრივია, რომ შენ ისედაც შეიცვლი ამ მოსაზრებას. წარმოვიდგინეთ 10 წლის განმავლობაში რაღაცებს ვამბობთ, რაღაცებზე პოზიციები გვაქვს, რომელიც არ იცვლება. გონია რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და იქნება ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენ კი არ მოგვიგონია ეს მოგვარების გზები, არამედ აი სოფლიოს რო შეხედო რა, რომელიც თუ გაინტერესებს და აკვირდებით, ხედავ რომ ამ პრინციპებზე დაფუძნებული, რაღაცა პრინციპებზე დაფუძნებული წესრიგი ამართლებს, საბოლოო ჯამში კეთილდღეობაში ითარგმნება. რაში მდგომარეობს ის პრეტენზია თუ ის თხოვნა? ერთად ვიფიქროთ, მოიწერეთ YouTube-ზე და გავარჩიოთ რა ფორმით შეიძლება რომ ისე ავუხსნათ ადამიანებს ჩვენი წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხზე, რომ უმრავლესობისთვის გასაგები იყოს. მე არ ვიცი.